აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის პროექტი გაკვეთილი აფხაზეთი აჭარის რეგიონში გრძელდება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ფერიის საჯარო სკოლებში გამართული შეხვედრები კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ახალგაზრდებისთვის აფხაზეთის ძველი და უახლესი ისტორიის, კულტურის გაცნობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით უყურეს სპეციალურად მათთვის მომზადებულ ვიდეო მასალას. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის აფხაზეთის მნიშვნელობის გაცნობიერებას. საგანმანათლებლო გაკვეთილი საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში ჩატარდება. საინტერესო გასვლა ჰქონდა აჭარის რეგიონს ვსტუმრობდით ამჯერად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში ვიყავით და ჩვენს მეგობარ ფერიის საჯარო სკოლაში. განსაკუთრებული ატმოსფერო დაგვხვდა ორივე სკოლაში. ფერიის სკოლა ცნობილია იმით, რომ აქ აფხაზური თემის წარმომადგენლები სწავლობენ და გულწრფელი იყო მათი ემოციებიც, დიდი ინტერესით უყურეს ჩვენი ცენტრის მიერ მომზადებულ ვიდეო მასალას და გამოთქვეს სურვილი, რომ აუცილებლად ჩაერთვებიან ჩვენი ცენტრის მიერ გამოცხადებულ მულტიმედია კონკურსში, რომელიც წლის ბოლოს დააჯამებს ჩვენს პროექტს გაკვეთილი აფხაზეთს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, ვინაიდან ბავშვებს მეტი ინფორმაცია მიეწოდათ აფხაზეთზე. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც მეტ ინფორმაციას გაიგებს მომავალი თაობა, მით მეტად დაინტერესდებიან აი ამ თემით და აქვე მინდა ჩავრთო და აღნიშნო, რომ 2004 წლიდან ფერიის საჯარო სკოლაში ისწავლება აფხაზური ენა. ბავშვები ძალიან დიდი რუდუნებით სწავლობენ აი ამ გაკვეთილებს, აი ამ ენას. დღეს ბავშვები დღეისთვის აფხაზურ ენაზე ჩვეულებრივად მეტყველებენ და მე იმედი მაქვს, რომ დადგება დრო ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები, რომლებმაც უკვე დაასრულეს სკოლა და კარგი აფხაზური ენის ცოდნით უკვე სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში, დადგება დრო და მათ მოუწევთ სოხუმში, მშობლიურ აფხაზეთში ჩასვლა და ისინი ამაყად ისაუბრებენ აფხაზურ ენაზე თავიანთ თანატოლებთან ერთად. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სკოლა ჩაერთო პროექტში გაკვეთილი აფხაზეთზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეების მუდმივი ინფორმირებულობა და მათი ცნობიერების ამაღლება ამ საკითხებზე. ფორმა, რომლითაც ეს ინფორმაცია იყო მიწოდებული, ასევე საკმაოდ შთამბეჭდავი არის მოსწავლეებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის ვიზუალიზაცია, რაც იყო წარმოდგენილი. იმედს ვიტოვებ, რომ გაგრძელდება ამ შინაარსის შეხვედრები მოსწავლეებთან და ჩვენი ჩართულობა უფრო მეტად გაიზრდება და ამით ხელს შეუწყობთ იმას, რომ იმ მოვლენებზე, რომელიც ჩვენი ისტორიის ნაწილია, ბავშვებს ექნებათ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია. ძალიან საინტერესო იყო ეს ფორმატი და ჩემი აზრით ძალიან აუცილებელი, რადგან გმირებზე ძალიან ბევრი ინფორმაცია გავიგეთ და ეს ჩემი აზრით ნებისმიერმა ქართველმა უნდა იცოდეს დღეს რაც წარმოადგენთ და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და დარწმუნებული ვარ მთელი საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. და მინდა იგიც დავამატო, რომ აფხაზეთი საქართველოა და დიდება გმირებს. აუცილებელია ეს, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ ჩვენს ახალგაზრდებმა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, ყოველთვის იყო და ისტორიულად დამტკიცებულიც არის ეს. და მე პირადად მაგალითად არ ვიცოდი სამწუხაროდ გურამ გაბისკინის შესახებ, რომელიც მხოლოდ ვიცოდი, რომ იყო ფეხბურთელი და არ ვიცოდი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ, როგორი გმირი იყო. და კარგად ჩანს კადრებშიც კი, თუ როგორ გმირულად ბოლომდე იბრძოლა და თქვა, რომ არადოს არ იტყოდა, რომ აფხაზეთი არ იყო საქართველოს ნაწილი. მე თვითონ აფხაზი ვარ, შვენიერი გაკვეთილი იყო, ჩემი ცოდნა აფხაზეთზე გავაღრმავე, ისტორია უფრო კარგად შევისწავლე და ძალიან კმაყოფილი ვარ.